განკითხვა პირდაპირ კავშირშია შეფასების უნართან. და როცა გეუბნება არ განიკითხო უფალი როცა ამბობს არ ნიშნავს იმას რომ არ შეაფასო თუ ამას ნიშნავს მაშინ ქრისტიანობაში შეფასების უნარი დაკნინდებოდა. ამიტომ შეფასების უნარს კი არ აკნინებს, არამედ აი ეს განკითხვა რაც სახარებაშია მოცემული სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს ამას და ძველთაგანვე ყოველთვის თუნდაც ფილოსოფიაში ფასდებოდა შეფასების უნარი. ფილოსოფიაც ხო შეფასების უნარია, აღმოჩენა, რომ შეაფასო, მოვლენა, ადამიანსაც ხო ეს დაავალა ღმერთმა, მიდი და სახელები დაარქვი. ეს არის ადამიანი ამისთვის არის შექმნილი, რომ შეაფასოს ღმერთი, შეაფასოს მოცემულობა, შეაფასოს ის რაც დაკარგა ადამიანსა და ხარ. ეს ყველაფერი შეფასების უნარია. მაგრამ აი ეს შეფასების უნარში განკითხვასაც ეხება პირველ რიგში ღმერთი გვავალებს საკუთარი მდგომარეობის, საკუთარი თავის შეფასების უნარის შეძენას და განვითარებას.